თქვენ შემთხვევით არის რომ პოლიტიკურ პარტიასაც არ მოადგენთ, ამიტომ თქვენ შემთხვევაში კიდევ უფრო დიცურადში მინდა რომ გთხოვთ შევხედოთ ამ სიტუაციას. უმაღლესი განათლების დეფორმა, როგორც მას ეწოდა, წინ უძღოდა ამ ტიპის ინიციატივებს. აქ ითქვა, რომ როგორც ჩანს რაღაცა ტიპის დიდი სტრატეგიული გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რა მიმართულებით, ამაზე მე მგონი ძალიან კარგი აქცენტები ალბათ მაქეთიმ გააკეთა, მაგრამ თქვენ როგორ გეჩვენებათ ეს რაღაცა ერთჯერადი სპონტანური გადაწყვეტილებები არის თუ რაიმე ტიპის სერიოზული ცვლილება კი არა, არამედ განათლების სისტემის ჩაყენება რაღაცა ტიპის კიდევ დიდ ამოცანაში. კი, დიდი მადლობა ეთერისთვის, მივესალმები თქვენს მაყურებელს ამ გვიან საღამოს. კი, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი თელის პატარ-პატარა ნაწილები, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამ პატარათი არ მინდა დავაკნინო ის, რაც განათლების სისტემას თავისი წილი ეკუთვნის, რატომ? იმიტომ რომ პრინციპში ბიზნეს ივანიშვილის მიზანი არის ავტოკრატიული რეჟიმის დამყარება, ხოლო თუ გინდა რომ ავტოკრატიული რეჟიმი დაამყარო, მაშინ რაღაც სისტემებს ქვეყნის შიგნით, რაღაცას არა ყველაფერს, მაგრამ განსაკუთრებით რაღაც სისტემებს, მაგალითად როგორც არის სასამართლო და ასე შემდეგ და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის განათლების სისტემა. თუ კი განათლების სისტემას გადაყლაპავს ბიზნა ივანიშვილი ბოდიში ამ გამოთქმაზე, მაშინ ჩავთვალოთ, რომ მან მიაღწია მიზანს და დაამყარა ძალიან გრძელვადიანი, რას ვგულისხმობ, ნახეთ. ერთი არასწორი რეპლიკისთვის, მაგრამ გადაყლაპული მე მგონი აქვს, თუ კი მოინელებს. არა, ხო. მე მგონი მაგ ეტაპზე ვართ ახლა. გადაყლაპულსაც ვერ დავარქვე, განსაკუთრებით, რომ მაგალითად აი ხვალ მანამდეც იყო ეს შეკრებები ილეონის სივრცეში, ასე ვთქვათ, აკადემიურ სივრცეში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომელიც ამას არ დაუშვებენ. მათ შორის ვართ ჩვენც და ამ შემთხვევაში ამიტომაც ამიზნებოდ არის იქცევა. სხვათა გეხმართ შორის ჩვენც ვართ და არაერთი ჩვენი ძალიან წარმატებული მეგობარი როგორც სკოლის სივრციდან ისე რა თქმა უნდა უმაღლესი განათლების სივრციდან და ესენი არიან სხვადასხვა ასაკის წარმომადგენლები, ამიტომ მე დიახ ეს ასეა, იმიტომ რომ კიდე ერთხელ გავიმეორებ, თუ კი ის გადაყლაპავს, მაინც ასე დავარქვათ, მაშინ უნდა ჩავთვალოთ, რომ ან იმ თავარ მიზანს მიაღწია. ახლა რატო ვამბობ ამას? აი ჩვენ დავიწყეთ ამაზე საუბარი და მოდი სკოლის დონიდანვე ვისაუბრებ, რატომ იცით სკოლა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ნახეთ აქცენტი რაზე იყო გაკეთებული, აქ იყო იდენტობაზე. მთავარ სიტყვას ამას იყენებენ, რომ რა ქართულ ტრადიციებს, აი ამ იდენტობას უნდა დაუფრინდეთ. კი, ნამდვილად ასეა, სკოლა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აგენტი სოციალიზაციის პროცესში, რომელიც მართლა ქმნის საფუძვლებს მე ადამიანი რას წარმოადგენს. აი ეს მთავარი კითხვა, ვინ ვარ მე, რომელიც ყოველთვის აქვს მე ადამიანს და რომლის გაგრძელებაც არის კითხვა, ვინ ვართ ჩვენ. აი ამ ცოდნას აძლევს სკოლა პირველ რიგში და განსაკუთრებით ორი საგანი, ეს არის ისტორია და ლიტერატურა. ანუ ეს არის ტექსტები, რომელთაც ცოდნა გასწავლიც არა მხოლოდ ლიტერატურულ ტექსტს და ვთქვათ ისტორიულ ამბებს, არამედ გაძლევს პასუხებს სწორედ აი ამ ორ კითხვაზე, ვინ ხარ შენ, რომელშიც ასევე განთავსებული არის, ნახეთ, სხვაც. ანუ თუ შენ იცი ვინ ხარ შენ, მაშინ იცი ვინ არის სხვა. ხოლო აი ამ სხვაში არის გრადაცია კიდეც მაგალითად ისეთის როგორც არის მტერი. ყველაზე უფრო სხვა, ყველაზე უფრო შორსმდგომი არის მტერი. ახლა ამდენი ამაზე რატო ვისაუბრე? ერთ-ერთი მიზანი და ამის ეს არ არის მხოლოდ ჩემი აზრი, არამედ ამის მამტკიცებელი დოკუმენტებიც არის და ეს დოკუმენტები რას გულისხმობ? ფაქტები, რომელიც მათ უკვე გადადგეს, გულისხმობ სადღაც 1 წლის წინ ალბათ, შეიძლება არც არის 1 წელი გასული, იყო ამაზე ამბავი, ასე ვთქვათ, ატეხილი, შეიძლება ასე ითქვას, როდესაც ამოიღეს ისტორიის პროგრამებიდან და ლიტერატურისა და ისტორიის პროგრამიდან, მაგალითად ვაჟა-ფშაველას ტექსტები. სადაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექსტი ალბათ ვაჟა-ფშაველასი, პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი, რომელიც უნდა იყოს არა მხოლოდ ერთი ჩვეულებრივი ტექსტი, არამედ ჩემი აზრით განათლების სისტემა სწორედ აი ამ ტექსტს უნდა დაეფუძნოს, რატომ? რომ ვიზურს დიდ ჩვენ უნდა გავზარდოთ ადამიანი, რომელიც არის სამშობლოს მოყვარული, ასევე როგორც პატრიოტი, ასევე კოსმოპოლიტი, რომელსაც შეუძლია კაცობრიობას შესძინოს რაღაც ახალ. ამიტომ და მეორე, ამოიღეს მაგალითად ისეთი საკითხები, როგორც არის საქართველოს ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის რუსეთის წინააღმდეგ, აი 19 საუკუნის დასაწყისში. ეს საკითხები გადამალეს, ასე ვთქვათ, აი ამ სასწავლო პროგრამებიდან და საგამოცდო პროგრამებიდან. ეს არის საფუძვლები სწორედ იმის, რომ სკოლა მათ ჭირდებათ, იმისაც რომ გაზარდონ თაობა, რომელსაც ეცოდინება მხოლოდ ის, რაც მათ უნდათ. ამის გაგრძელება ახლა სწორედ მოცემული ერთი სახელმძღვანელო, რასაც გულისხმობს, ანუ ეს იქნება სრულად ავტორის ტექსტი.
ეს ძალიან კარგად იციან, რას გულისხმობს ახლა ავტორის ტექსტი ისტორიის სახელმძღვანელოს ავტორებმა განსაკუთრებით, იმიტომ რომ დღემდე დაობს კაცობრიობა როგორ უნდა ისწავლებოდეს ზოგადად ისტორია და ამაზე ბევრი მოსაზრება არსებობს, მაგრამ ყველა თან ხვდება იმაზე, რომ არ უნდა ისწავლებოდეს ისე როგორც საბჭოთა პერიოდში ისწავლებოდა. ანუ არ უნდა არსებობდეს ერთი კაცის, ერთი ტექსტის საფუძველზე. და რატომ? და იმიტომ რომ ეს იქნება აბსოლუტურად სუბიექტური, ხო? ნუ და აღარ ჩავშლი თქვათ როგორ ისწავლებოდა ეს ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, ხო? და ამ შემთხვევაში ავტორი იქნება ვინ? ბიძინა ივანიშვილი, კოლექტიური თვალსაზრისით, ანუ ამ ტექსტებში ყველგან როგორც ისტორიის სახელმძღვანელოში თქვენ წარმოიდგინეთ ქართული ლიტერატურის ტექსტებიდან შეირჩევა მხოლოდ ისეთი ტექსტები, სადაც ადამიანებს ბავშვებს ეცოდინებათ ვინ არის კარგი ტიპი. მოდი აი ასეთ გამოთქვებზე, მაგრამ ხო ამ დონემზე დადის. აი მაგალითად იყო ასევე აქ ერთ-ერთ სახელმძღვანელოზე კამათი, სადაც ერთადერთი სიტყვა იყო, ორი სიტყვა უпростоრად, ორი ფოტო იყო, ერთი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და მეორე ბიძინა ივანიშვილის და თითო სიტყვა ქმნიდა განწყობას. ამიტომ ბევრი ტექსტის დაწერა იმისათვის, რომ შენ ადამიანს ბავშვს მოსწავლეს, რომელსაც პირველად უყვები რაღაც ამბავს, ერთი პატარა წინადადებაც, ერთი სიტყვაც კი უქმნის განწყობას, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში დაამახსოვრდება. და თუ კი ვიტყვით იმასაც, რომ ისტორიას რეალურად როგორც საგანს ეხება საქართველოში სკოლას რომ დაამთავრებს, მე ალბათ რა ვიცი, 10%-იც არა. ხდებით, ანუ მთელი მისი ცოდნა ისტორიის დაფუძნებული არის სკოლის სახელმძღვანელოზე და ჭეშმარიტებაა ის. ნახეთ, შედარებას გეტყვით, როგორ აღიქვამს ბავშვი ისტორიის სახელმძღვანელოს, როგორც ფიზიკაში მათემატიკაში 2/2 ხო ჭეშმარიტებაა და 4-ს მიიღებს. სკოლის სახელმძღვანელო ისტორიაში სწორედ იგივე ჭეშმარიტებას ეუბნება მას. ესე აღიქვამს მოსწავლე ამ სახელმძღვანელოებს. ანუ ეს ადამიანები გათვლა ამაზე, რომ სკოლაში გაზრდიან ისეთ ადამიანებს, რომლებსაც იმ ჭეშმარიტებას ჩაუდებენ თავში, რაც მათ უნდათ. ახლა რომ გადავიდეთ ერთს ვიტყვი ძალიან დიდი ბოდიში და მეორე გაგრძელება რაც არის, მათ უნდა დაამცირონ საქართველოში უმაღლესი განათლება, ეს რაც არის უნივერსიტეტი და ზოგადად ილიას და ივანე ჯავახიშვილის იდეა რაც იყო, ამის განადგურება უნდათ და უნდათ აქციონის რაც საბჭოთა კავშირმა გააკეთა თავის დროზე, უნივერსიტეტები გადაიქცნენ პედაგოგიურ ინსტიტუტებად, სადაც ასევე გამოიძერწება ის ხალხი, ვინც მერე რაზედაც ჩვენ ახლა ვისაუბრეთ, იმაზე უნდა ილაპარაკონ. აი ეს არის მთავარი და ისასწავლონ ბავშვებს. აი ეს ერთი დიდი ჯაჭვია, რომლის საბოლოო მიზანიც არის აი ავტოკრატიული ტოტალური სისტემის დამყარება და მოთმინიერება საბოლოო ჯამში არის ამ განათლების სისტემის. იმიტომ რომ ხა მე ვიცი მაგალითები შეერთებულ შტატებში, ევროპაში სკოლების, სადაც ზოგან მთელ შტატშიც, ზოგან სხვაგან აგრძელებულია მაგალითად მობილური ტელეფონების გამოყენება სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს. სხვა სკოლებში განსხვავებული მიდგომა აქვს და პირიქით თვლიან, რომ ასეთი ხელოვნური ტექნიკური ჩარევით კი არ უნდა მოუწყვიტოთ ბავშვი არამედ გამოუმუშაოთ უნარი, კონცენტრირების, როგორ მიიღოს მან თავად გადაწყვეტილება, პასუხი როგორ აგოს ამასთან დაკავშირებით და ამ ხრივ სადაუღა ეს წინააღმდეგობრივია სწორედ და ამიტომაც სასკოლო ავტონომიას მათ შორის განათლების სისტემაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თავისუფალი საზოგადოების გაზრდის კუთხით, მაგრამ სოციალური უსამართლობის კუთხითაც მე მგონია მნიშვნელოვანია რომ ხაზი გაესვას, იმიტომ რომ მშობლებისთვის ასეთი ტიპის უნიფიცირებული თან ამ რეჟიმის პირობებში მკვეთრად პროპაგანდისტულად ინდოქტრინიზირებული ხაზის გაატარება ამ ხახაში საკუთარი ბავშვების ჩაგდების სურვილი არავის არ ექნება. ეს ავტომატურად გამოიწვევს იმას, რომ მეტი ეცდება კერძო სკოლაში წაიყვანოს ბავშვები, ხო? რაც კიდევ უფრო მეტად გაზრდის არა მარტო სოციალურ წნეხს ამ ოჯახებზე, რომელთაც ისედაც უზარმაზარი გადასახადები აქვს, არამედ უთანასწორობას თავად მოსწავლეთა შორის. ხო არ ვაზვიადებ მე რომ შეიძლება შედეგები მოყვეს. არა, ნამდვილად არ აზვიადებ, სხვათა შორის მე დასაწყისშივე მინდოდა მეთქვა, რომ შესაძ ჩვენ ასეთ საკითხებზე ვლაპარაკობთ, ჩვენი წარდგენისას ყველას ავიწყდება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რეგალია, რომ ჩვენ მშობლები ვართ. ხო, ნუ აი აქ გარდა იმისა, რომ პოლიტიკური მხარეა, არის ასევე რაღაცა ის გამოცდილება, რომელიც ჩვენ დაგვიგროვდა განათლების სისტემაში, სამი შვილი მყავს სხვადასხვა ასაკის, 22, 18 და 7-ის. ანუ აი ბოლო 20 წლის განმავლობაში განათლების სისტემაში რა ხდებოდა, უშუალოდ საკუთარ ტყავზე ვიცი და ამ
ამიტომ კარგად ვიცით რაზედაც ვსაუბრობ. ის რაც ახლა უნდა დაიწყოს, ეს არის კატასტროფა და განსაკუთრებით კატასტროფა არის დიდ ქალაქებსა და რეგიონებს შორის შედარების თვალსაზრისით. ეს ერთი და მეორე. შეიძლება ჩაიკარგა ეს ამბავი, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა უნდა მიექცეს ერთ რამეს, როდესაც ამბობენ, რომ სადაც არის ჩაწერილი მოსწავლე, იქ უნდა მიიყვანონ სკოლაში. რა ქნას იმ ადამიანმა, რომელიც რიგი მიზეზების გამო დაიბადა აი ლანჩხუთზე იყო საუბარი ლანჩხუთის რომელიღაც სოფელში და ახლა იმიტომ რომ მამამისი მუშაობს თბილისში გადმოსახლდნენ და არიან სადღაც თემქაზე ნაქირავე ბინაში. ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს ეს ადამიანი? სად უნდა ჩაწეროს? როგორ უნდა მიიყვანოს სკოლაში? კერძო სკოლაში როგორ მიიყვანს, როდესაც ის სიდუხჭირეს გამოექცა ლანჩხუთიდან და აქ რაღაც 2 კაპიკის გულისთვის ბაზრობაზე თუ სხვაგან მუშაობს. ამას არსებითი მნიშვნელობა. ეს არის აბსოლუტურად შეიძლება იმედად ვთქვა, რომ ახალი ბატონყმობის სისტემას აყალიბებს ბიძინა ივანიშვილი, ანუ რას ნიშნავს? არ მინდა ხანდახან ვცდილობ ხოლმე რაღაც პოლიტიკური განცხადებები არ გავაკეთო ხოლმე, ასეთ საუბერო რომ არ გამოდის. მართლა ასეა, ანუ რეალურად განათლებას აი ამ რეფორმის მიხედვით მიიღებს მხოლოდ და მხოლოდ ის, ვისაც ექნება ბევრი პული. არა საშუალო ფული, აი რაც თქვა საშუალო, რაც გულისხმობს, რაც ახლა შეიძლება რომ შენ ნაწილი გადადო მოიკლო და შენი შვილი რაღაც კერძო, ასე არ იქნება, ვისაც ექნება ბევრი პული. დაივიწყოს ყველამ უცხოეთში სწავლა. აბსოლუტურად ყველამ, ვინც სახელმწიფო სკოლაში ისწავლის, იმიტომ რომ რეალურად აქ სწავლა ხდება 10 წლიანი. ანუ საშუალო განათლება საქართველოში იქნება 10 წლიანი. აი თქვა ჩემმა კოლეგამ, რომ მე-11 კლასი ეს აღარ არის ის რაც საშუალო განათლებას იძლევა, იქ იქნება 4 საგანი, ну არაფერი, მოდი პირდაპირ ვთქვათ. ეს არ არის. ანუ ვერ მიიღებ უმაღლესში სწავლის შესაძლებლობას ვერც მეერე ბაკალავრიატს რო დაამთავრებ, იმიტომ რომ კრედიტების რაოდენობა და საათების რაოდენობა, შენ რომელიც ნამეცადინები გიქნება რა მაგალითად მათემატიკაში, არ იქნება არც ერთი ნორმალური, აქ ევროპას გადავეკიდეთ, მაინდა-მაინც არ არის აუცილებელი ევროპა. წარმატებული დაუშვათ. წარმატებული ნებისმიერი ქვეყნის უნივერსიტეტში ამას არ მიიღებენ. მით უმეტეს საერთოდ აცდენილია იმასთან, რასაც გულისხმობს ბოლონიის პროცესი, წოდნის ევროპა და ასე შემდეგ. ამიტომ ეს არის კი, რა თქმა უნდა. მადლობა, სამწუხარო დრო ამოგვეწურა, მაგრამ აუცილებლად გვირდებით, რომ გავაგრძელებთ ამ თემებზე საუბარს. უპირველესი პრობლემა ხალხის დაწამლა და ჯანმრთელობის პრობლემებია და ამასთან ერთად სრული პოლიტიკური უპასუხისმგებლობა, საიდანაც მოდის ეს პრობლემებიც, მაგრამ გამოვნახეთ მაინც დრო, რომ ამისთვის დაგვეთმო გარკვეული საუბარი მონაკვეთი.